ყალბი ამბები, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. ტერმინები, რომლებიც სულ უფრო ხშირად გვესმის დღევანდელ დისკუსიებში, თუმცა სინამდვილეში მისი საფუძვლები საუკუნეებიდან მოდის. ამერიკელი პროფესორი ჯონ მაქსველ ჰამილტონი ქართველ სტუდენტებს ერთი კვირის განმავლობაში აცნობდა ყალბი ამბებისა და პროპაგანდის ისტორიას და სტუდენტებთან ერთად პარალელს ავლებდა თანამედროვე ყალბამბებთან. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო, იმიტომ რომ შეეხებოდა რაღაცას, რაც როგორც აღმოჩნდა, ყველას ეხება და ყველას გვაღელვებს, რომელიც დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ესაა რაღაცა, რაც უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია, ყველა ავრცელებს რაღაცა ყალბი ინფორმაციას, ყველას შეუძლია რომ გაავრცელოს დეზინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ არის ძალიან დიდი ბაზარი, იმიტომ რომ არის მოთხოვნა ასეთ ინფორმაციაზე, მეტი მოთხოვნა დეზინფორმაციაზე, მეტი მოთხოვნა ინფორმაციაზე, რომელიც ყალბია, იმიტომ რომ უფრო სენსაციურია, უფრო კონსპირაციულია და მეტ მსმენელს იზიდავს. ამას შექმნა დიდი პრობლემა ყველასთვის, როგორც აღმოჩნდა, იმიტომ რომ თავისთავად დეზინფორმაციის პრობლემა არ არის ახალი პრობლემა. ეს ეხლა არ გაჩნდა ბოლო რამდენიმე წელიწადია და რამდენიმე ათწლეულია, ყოველთვის არსებობდა და ეს დღევანდელი დისკუსიაც ამას ეხებოდა. ბატონმა ისაუბრა მე-17 საუკუნიდან როგორ ხდებოდა დეზინფორმაციის შექმნა და გავრცელება. მაგრამ დღეს რაღაცა განსაკუთრებული განგაშვის განცდა გააჩინა ამ ფენომენმა, დეზინფორმაციამ, ყალბი ნიუსების გავრცელებამ, იმიტომ რომ ამით დაკავდა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებიც დაკავდნენ იმითი, რომ ფიქრობენ, რომ მათთვის სასარგებლო დეზინფორმაციას ავრცელებენ. ეს რას იწვევს? პირველ რიგში ეს იწვევს იმას, რომ ადამიანები კარგავთ რწმენას ციცეს რაღაცეებში, რისაც ადრე უფრო გვჯეროდა. შესანიშნავი გამოცდილება იყო. სტუდენტები ახალგაზრდები არიან და ენთუზიაზმით ახსავსნენ. სწორედ მათ აქვთ შესაძლებლობა მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკით შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ჟურნალისტიკა ის სამსახურია, რაც ყველა ქვეყანას სჭირდება. ჩემი ლექცია შეეხებოდა ყალბი ამბების ისტორიულ საფუძვლებს, რატო წარმოიშვა ყალბი ამბები, რატომ ეთანხმებიან ასეთ ამბებს და რატომ სჯერათ ადამიანებს იმის, რაც სიმართლე არ არის. მათ სჯერათ სიცრუის, რადგან კომფორტულია გჯეროდეს იმის, რაც გინდა რომ დაიჯერო, ვიდრე მოусმინო აზრს, რომელიც თქვენს წარმოდგენებს ეჭქვეშ აყენებს. ტექნოლოგიებმა ყალბი ამბები უფრო საშიში გახადა, რადგან უფრო სწრაფად დაიწყო მათი შექმნა და გავრცელება. ამავე დროს ყალბი ამბები ჩვენი ყოველდღიურობისა და კომუნიკაციის ნაწილია. ისტორიულად ყოველთვის ვრცელდებოდა ამბები, რომლებიც სიმართლე არ იყო. ყოველთვის გვყავდა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენთვის ისეთი ამბები ეთქვათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რათა მიიღოთ ის, რაც სურდათ. მიზეზი, რატომაც დავესწარი დღეს ლექციას, არის ის, რომ სურდა ჩემი კომპეტენციის მიღმა ინფორმაციის მიღება. ვფიქრობ, რომ ყალბი ამბები აქტუალურია სამედიცინო სფეროსთვისაც. ამიტომაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის განსხვავებული პერსპექტივის დანახვა, ისტორიული კონტექსტის გაცნობა. გავიგე ყალბი ამბების საფუძვლები, აქამდე ნამდვილად არ ვიცოდი. ძალიან მომეწონა ისტორია, რომელიც პროფესორმა გვიამბო ინგლისის შესახებ. თანამედროვე ინფორმაციული სივრცე ძალიან რთული და манипуლაციურია. ჯონ მაქსველ ჰამილტონის მსგავსი ექსპერტები ამბობენ, რომ ინფორმაციის გადამოწვების და თანამედროვე ინსტრუმენტების სწორი გამოყენება მომავალი ჟურნალისტების სუპერძალა გახდება.